მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან უჩვეულო ადგილიდან, უჩვეულო ადგილში ვგულისხმობ იმას, რომ ეხლა ჩემს რეგულარულად ძალიან ბევრი ხალხია და ძირითადად მირჩევნია ხოლმე რომ რაღაც მარტო ჩემთვის ვიყო და მაშინ შევდივარ ხოლმე ამ ამბებში ისე რომ მე ეს ვიდეოები ჩავწერო, მაგრამ ყველაფერი ხდება პირველად, ამიტომ ესეც ხდება პირველად. დღევანდელ რუბრიკაში ვისაუბრებ ნაყიდ სულიერებაზე. იმიტომ რომ მე არ მჯერა, ანუ აი ყიფშო საუტანელი სიმსუბუქე თუ გადატანილი რაღაცა, ეგეთი გვერდი არის, მოკლედ ერთი ბიჭი არის, რომელსაც აქვს თავისი გვერდი და მოკლედ მად ნახე ვიდეო, რომ აი 700 ლარად გამოგვიძებული სულის დედა შევეციო და ანუ absolutely same, იმიტომ რომ ანუ რა ის ნაყიდი სულიერება ხალხო რა, ანუ უბრალოდ რომ დავუფიქრდეთ, ანუ ახლა არაფრის წინააღმდეგ არ მინდა რომ ვინმე განვაწყო, თუმცა არც არავინ არ მიყურებს, ამიტომ ვილაპარაკებ იმას, რისიც მჯერა. ხო და ანუ რა ის 1700 ევროდ ნაყიდი რითრითი და რა ის 10000 ლარად წასვლა ბალიზე იმისთვის რომ სულიერება მოვიპოვოთ, ანუ ძალიან სიგიჟე რო არის, ამას ხო ხვდებით რა, იმიტომ რომ ანუ წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა ეგეთი რაღაცები აღმოვაჩინეთ, ჭეშმარიტება ვიპოვეთ მატერიალურობის მიღმა და უცებ მატერიალურ სამყაროში შემოგვაქეს თქვენი ჭეშმარიტება რომ გავყიდოთ როგორც პროდუქტი. ანუ sorry, მაგრამ აი ძალიან სხვაგან ვართ ყველა. ხო და ანუ ის ხო და მე ამაზე ბევრი მიფიქრია რა, მოკლედ სანს მარტივად რო ვთქვა, რომ ბევრი მიფიქრია რომ რატო, ანუ საერთოდ ადამიანები რატო მიდიან, რატო უნდათ ნაყიდი სულიერება რა. და მე მივხვდი იმას, რომ აი ამ ტურებში და რითრითებში და სუნთქვებში და ყველაფერში მოკლედ ადამიანები რაღაცებს გვპირდებიან. ანუ გვპირდებიან რომ გვანახებენ სულიერ სიმშვიდეს, გვპირდებიან რომ ჩვენს თავებთან ძალიან მაგარ ურთიერთობას ჩამოგვიყალიბებენ, გვპირდებიან იმას, გვპირდებიან ამას და მანდ მივხვდი რომ ესეც ეგრე არის, ანუ რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, იმიტომ რომ შეიძლება ეგეც გავაკეთოთ და მთელი ჩვენი სულიერი მოგზაურობათაც ვიმოგზაუროთ, მაგრამ ალბათ ესე მგონია რომ ის ადამიანები ვინც მხოლოდ ამ გზებს მიმართავენ და გონიათ რომ ეს 10 დღე ასწავლით საკუთარ თავთან ურთიერთობას, ალბათ ისინი ძალიან სუყეის кейფში არიან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი გაქცევის მექანიზმი, იმიტომ რომ აი რა საერთოდ ერთი რაც მინდა რომ ყველას უთხრა, რომ ჭეშმარიტი ჰილინგის გზა, ჭეშმარიტი საკუთარი თავის გაცნობა, საკუთარ სულში მოგზაურობა და აი იმ სულიერ სიმშვიდემდე მისვლა რეალურად ოღონდ ხო, არა რაღაცების დახმარებით, არა რაღაც მოტყუებით, იმიტომ რომ არსებობს ბევრი თუნდაც ბევრი სუბსტანცია არსებობს, რითიც ცოტა მოტყუებით ესა რომ ვთქვათ მივალთ იმ სიმშვიდემდე, რომელიც არ არის რა რეალური სიმშვიდე და ერთი რაც მინდა რომ ძალიან ნაცვლად ვთქვა არის ის, რომ აი ეს მოგზაურობა საკუთარ თავში და ის მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რომელიც საკუთარ თავთან გვაქვს, ეს ჰაერიდან არ მოდის და ვერანაირი რითრითი და ვერანაირი ბალი და 7ჯერ ინდოეთში მოგზაურობა ამას ვერავის ვერ მოუტანს. ახლა მოგზაურობა მაგარი არის და ზოგადად ბევრ რაღაცაში გვეხმარება, ეს თალკე ამბავია ხო, მაგრამ რა ვიცი, ეს ამბავი არის ძალიან გრძელი გზა, მეგობრებო. თუ კი ჭეშმარიტ ჰილინგს გადაწყვეტ, მინდა რომ იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან გრძელი გზა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ჰაი და ძალიან ბევრი ლოუ, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ტკივილი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი სიმწარე, ყველაფერი არის აქ რა, მართლა ანუ რაც არის ცხოვრება, ისეთივე არის ეს გზა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან მწარეც არის, ძალიან ბევრ რაღაცას ვემშვიდობებით, ძალიან ბევრ რაღაცას ვუშვებთ, ძალიან ბევრ ჭყალებში გამოჩნდასაც ვაბარებთ, მოკლედ ანუ ესე არ არის რა, რომ წავედი და ვიღაცამ რაღაცები მელაპარაკა, რაღაცა ანუ 5-10-იანი მედიტაციები გამაკეთებინა და всё, ეხლა მე სულიერ სიმშვიდე მომივიდა და ანუ უბრალოდ მართლა გულწრფელად მინდა რომ ანუ ჭეშმარიტება არ ვაქციოთ მარკეტინგის პროდუქტად და ის გზა, რომელიც იმ ალბათ ერთეულმა ადამიანებმა იპოვნეს და ვიპოვნე, რომ კაპიტალიზმის წყობისგან და ამ მატერიალური სამყაროსგან თავი დავახციოთ ყველაზე მინიმუმ სულიერად, გზის მატერიალური გაყიდვა და პროდუქტად გაყიდვა, არ ვიცი, ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელია მართლა. და უბრალოდ არ მჯერა, რომ ადამიანმა აი მართლა იპოვა სულიერი სიმშვიდე, მართლა იპოვა ჭეშმარიტება და გადაწყვიტა, რომ აი ამას ფასი დაადოს. მე ამის არ მჯერა, იმიტომ რომ მე როცა ვიპოვე მაგალითად სულიერი სიმშვიდე, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ყველასთვის დამეშიარებინა და
ფრით ვერ ხვდები როგორც შეიძლება რომ ამას ფასი დავადო, იმიტომ რომ ეს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანებს რო ყავთ შვილები, ხო ვიღაც მე ძაღლი მაგალითად. და აი ძალიან ძვირფასი რო არის, არ ვიცი, აი რაღაცა ყველა ცხოვრებაში არსებობს, რომელიც არის ძალიან ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის პირადად ეგეთი არის ეს და ანუ მართლა გულწრფელად ყველას გაძლევთ აი მაგ რჩევას. რომ გაითვალისწინოთ, რომ ამ გზაზე შედგომა, ესე ჰოპ და სინათლე და lavender light-ი არ არის, იმიტომ რომ healing-ი არ არის lavender light-ი. Healing-ი არის lavender light, დამატებული shadow work-ი და darkness-ი, იმიტომ რომ არ არსებობს სინათლე სიბნელის გარეშე, არ არსებობს სიბნელე სინათლის გარეშე და ის ადამიანები, რომელიც გაურბიან ამ სიბნელეს და რომელიც გაუნებიან რომ კი, მაშინ ახლა ამას გასწავლი და ურთიერთობას გასწავლი 2 დღეში და 3 დღიან რიტრიტზე მე ამას გასწავლი და 13 დღეში შენ სხვა ადამიანი ჩამოხვალ და ეს რაღაც სრული ბულშიტები. არ ვიცი. არ მინდა რომ მოწყვლდეთ და არ მინდა რომ პირველ რიგში საკუთარი თავები მოვიტყუოთ რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ მინდა რომ სულიერებაშიც ის кейფი მოვძებნოთ, იმიტომ რომ სულიერ გზაზე დგომა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის და თუ კი საკუთარ თავს მაგ გზაზე მოვატყუებთ, მერე გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება რა, იმიტომ რომ მე ესე ვამბობ ხოლმე რომ აი დაფეიქებული, ანუ ხელოვნური თავისუფლება ყველაზე საშიში არის. ყველაზე საშიში არის მართლა. ყველაფერი ჯობს ხელოვნურად შექმნილ თავისუფლებას, ჯობია რომ 5% თავისუფალი იყო და ბუნებრივად, ვიდრე 1000% და იყოს ეს ყველაფერი რაღაცა გამოგონილი რა. და ყველას გისურვებთ ჭეშმარიტ healing-ს და ჭეშმარიტი healing-ის სილამაზის დანახვის შესაძლებლობას. დიდი მადლობა.